დავიწყოთ ბიუროს ხდომა, თხის წესრიგის საკითხები ამოიტანეს, კომიტეტებმაც თავისი ვალი მოიხადეს, ხდომები ჩატარდა და რამდენიმე თემას გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ. უპირველეს ყოვლისა, კომიტეტი გთხოვს და მე მგონი ხარც უნდა დაუჭიროთ, რომ კენჭსაყრელი საკითხებიდან საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის არჩევის საკითხი არის თქვენი ცით კანდიდატები ანი ვაზაგაშვილი, გიორგი ელისაშვილი, სოლომონ ექვთიმიშვილი. განხილვის გარეშე უყაროთ კენჭი. ფიქრობ, ხდომაზე რასაკურველია და ფიქრობ ეს საკითხი ამ საკითხში უნდა დავეთანხმოთ კომიტეტს და გთხოვთ ხარი დაუჭიროთ ბიუროს ამ გადაწყვეტილებას. დღეს წესრიგი მოგეხსენებათ, რომ დაიწყება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბაკა ბოჭორიშვილის ინტერპელაცია. უკაცრავად რა თუ შეიძლება ყურადღება. და რამოდენიმე საკითხი არის დამატებული, რაც ასევე უნდა ვიცოდეთ. საქართველოს კანონის პროექტი გრანტების შესახებ საქართველოს კანონშესრულების შეტანის თაობაზე, ეს მეორე მოსმენით გვექნება და საქართველოს კანონის პროექტი შრომითი მიგრაციის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. ესეც პაკეტია, მეორე არის უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობა, ესეც მეორე მოსმენა და ვიცით რომ განიხილება დაჩქარებული წესით. საქართველოს კანონის პროექტი უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ეს მეორე მოსმენაა ესეც. უკვე სამი პროექტი გვაქვს საკონსულო მოსაკრებლის შესახებ და სახელმწიფო ბაჟის შესახებ დაემატება ამ საკითხებს. და ესეც დაჩქარებული წესით განიხილება. საქართველოს კანონის პროექტი ადმინისტრაციული სახთელისაგან გათავისუფლების შესახებ და საორგანიზაციო საკითხებიდან ჩვენ კენჭი უყარეთ უკვე ვიმჟერეთ ამ თემასთან დაკავშირებით და ცნობად ვიღებთ ქართული ოცნების ფრაქცია ქართული ოცნების მომართვას ფრაქციის წევრის ზაზა ლომინაძის კულტურის კომიტეტიდან გასვლის შესახებ. დღის წესრიგით ბიუროს დღის წესრიგის საკითხები ამოწურეთ და გთხოვთ გადავინაცვლოთ სხდომათა დარბაზში. დიდი მადლობა.